ალოობა 2025 დაიწყო. პურის ბეღლად ცნობილ მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის ქერის მოსავალს აბინავებენ წელს ქიზიყში ფერმერები მარცვლეული კულტურების რეკორდული რაოდენობის მოსავალს ელოდებიან. კლიმატური პირობებიდან გამომდინარე ხარისხიც მაღალია. ხორბლის აღება მასიურად რამდენიმე დღეში დაიწყება. დედოფლის წყაროში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარცვლეულის აღების პროცესში მინდვრის ხანძრების პრევენციისა და სწრაფი რეაგირების მიზნით საველე ოპერაციების შტაბი გახსნა. ხანძრების გავრცელების თავიდან ასაცილებლად მონიტორინგი დრონებით განხორციელდება. მოხდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომბაინების ასე ვთქვათ გადანაწილება, რომ მცირემიწიან ფერმერებს გლეხებს, რომელსაც შეიძლება კერძო კომბაინებისთვის იმდენად მნიშვნელოვანი და საინტერესო არ იყოს მათი ნაკვეთების აღება, სახელმწიფო გვერდში დაუდგება ისევ როგორც გასულ წლებში და არც ერთი მტკაველი და არც ერთი გოჯი მიწის მოსავლის აღება აუღებელი არ დარჩება და ყველა ფერმერი და გლეხი დააბინავებს თავის მოსავალს. წელს ბოლო წლებში მაქსიმალურად არის გამოყენებული შირაქის ესე იგი ტერიტორია ჩვენს ხელთარწეული ინფორმაციით 40,000 ჰექტრამდე ქერისა და ხორბლის მოსავალი არის ასაღები. ალოობა ძალიან ნელი ტემპით დაიწყო, ნელი ტემპით, იმიტომ რომ სამწუხაროდ ამბები არ გვაძლევს საშუალებას, საკმაოდ ხშირი წვიმები იყო ფაქტიურად, ასე რომ ეხლა ველოდებით ამინდის გამოსვლას და მზად ვართ ალოობისთვის. წლევანდელი მოსავალი ალბათ ერთ-ერთი სარეკორდო იქნება, მაგრამ ამასთან დაკავშირებით უფრო აქტიურად ალბათ დაახლოებით 2 კვირაში, როდესაც ასე ვთქვათ თელის ალოობა შევა ეს მაღალ ტემპებს აკრებს, მაშინ უფრო გვექნება საშუალება, რომ საშუალო მოსავლიანობაზე და საერთო სურათზე ვისაუბროთ.